საფრანგეთში ძიუდოისტთა პარიზის პრესტიჟული ტურნირი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა. 60 კილოგრამწოდით კატეგორიაში დავით ასუბანმა ოქროს მედალი მიიღო. მან გადამწყვეტ ბრძოლაში უზბეკი რაშიდ სობორის ძლია. 91 კილოგრამწოდით კატეგორიაში კი პირველი ადგილისათვის ლევან ციკლაური იბრძოდა, მაგრამ ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელ ლეონარდო გალისთან დამატებით დროში წააგო. 100 კილოგრამწოდით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ირაკლი ცირეკიძემ მოიპოვა. გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. Zdrowie, rad pomogę i powiem szansę mi do rana chyba się dalmacji ultimate jest emocjonalny jest tam na koniec გამარჯვებას მიიღწევ და შემთხვევით ისეთი მაინცამაც დაუძლეველი კონკურენტი იყო რომ უბრალოდ ამ წესების სხვასთან გამომდინარე რაღაც ტექნიკური შესწავლა მომივიდა და უფრო ჩემთასაუბრა. ფაქტი იყო რომ კარგად ვიყავი მომზადებული თბილისის ტურნირის კარგად ჩავატარე ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კაი ფორმაში შევხვდი ამ შეჯიბრს მომზადებული იყავი ყველანაირად და ველოდი რომ შედეგს გავაკეთებ.